მაშასე ძვირფასო მეგობრებო, ჩემი შოუ სტუმარი, ჩემი ტოლია, შეგებეთ ნინი კარსელაძე. როგორც იქნა მოხვედი ჩვენთან. როგორც იქნა. თქვენ ისე ჩემი პირით ხართ დაკავებული ბოლო პერიოდში. მიგზავნიდნენ ვიდეოებს ვიყურებთ. კარგია. ნინი, პირველივე შეკითხვა, ეხლა მაინტერესებს სამშობლო ყველაზე მეტად გიყვარს? დიახ. კი ხო? ხო და აი საჩუქრად შენ შოკოლადი კარგი გოგო ხარ, აი? დიდი მადლობა. შემიძლია ვჭამო? კი, შეგიძლია მიირთვა, მაგრამ ისე არა, სახში წავიღო. ხო, ის კარგია წაიღეს სახში, მაგრამ ისე ისა ბევრმა სამშობლოს სიყვარულმა კბილების გაფუჭება იცი რა ვიცი, მაინც მეკითხარი. ნაკლებმა სიყვარულმა არჩევნების წაგება, ამიტომ. კი ბატონო. სხვადასხვა შეება სიტყვებმა შთამაგონად ამაფიქრა და აი შოკოლადით ჩავანაცვლე სიტყვა საქართველო. სამშობლო უბრალოდ და ძალიან საინტერესო გამოვიდა რა. გინდა გაჩვენო როგორია რა მივიღეთ რა შედეგი. აი მაგალითად შოკოლად შენი ძიება ბრუნდება. ხა შოკოლად კიდე მაქვს. ეს არ არის მხოლოდ ეხლა ვიწყებთ. გაჩერდიგელა. და მეც მთელი ღამე უნდა გავათენო, ჩემი შოკოლადი აქ არის. როგორც ვიცი ხორცს არ ჭამ, ხო ესეა? არა, უკვე 4 წელია არ ჭამ. და ეს ნაციონალები რატო შეჭამე მაშინ? მაგათ ხორცი არა აქვთ. ხორცი არა აქვთ? არა აქვთ ხორცი, შესაბამისად არ დამირღვევია ვეგეტარიანობა. უხორცო ნაციონალები ჭამ. ანუ ბოსტნეულია ნაციონალები? ნუ დაახლოებით. აი მაგალითად რომელი აი ვაშაძე რომელი ბოსტნეულია შენი აზრით? ყვავილოვანი. კომბოსტა. ყვავილოვანი კომბოსტა, ხო? ისე ყოჩახ რა მოკლედ ან მამბები იყო მოკლედ რა შენზე რომ აი რავი მთელი კომენტარები და სოციალში ისე მე რო არ ყოფილიყავი ხომ იცი ვერ მოუგებდნენ ამ არჩევნებს. მართლა ამბობ, სერიოზულად ამბობ? არა, ეს ისე კურიოზებში გამოგადგება ამოჭერით ეს საახალწლოდ. კიდევ ჩემს ბევრ პოსტს მიემატება ახალი კურიოზი. კი ბატონო, ეგრე შეიძლება. ხო, ისე ამ ბოლო პერიოდში მუსიკა უფრო გიზიდავს თუ დებატები, პოლიტიკური ოღონდ? ორივე. ორივე? ეგ როგორ გაც? აი, ჩემი სიმღერის ტექსტიც მაგალითად ძალიან გავს პოლიტიკურ განცხადებებს. რომელი? აი, მაგალითად აქ მე ყველა მიცნობს, გული ვერავის ცნობს, ნაცნობს ახებს ვესალმები. კი ბატონო, მეგობრებო, ძალიან მარტივია, ესე იგი, ქალბატონი ნინი გვეუბნება, რომ ხალხს იცნობს, გვაცნობს თავის თავს და ანუ ეს პოლიტიკური, ესე ვთქვათ, საარჩევნო წინასაარჩევნო პერიოდია. ძველი აივნების ცქერით დავიღლები და ხეებს ვეფარები. დედაქალაქს შეუნარჩუნებ იერსახესო და ვიზრუნებ გამწვანებაზეო ამბობს ადამიანი, ახლა ნუ მარტივია. და ბოლოს კიდე არის მე აქედან არსად გავფრინდები, ხო, სწორია. ხო, ანუ მე აქედან არსად გავფრინდები, ესე იგი დავრჩები ქვეყანაში და აქ გავაგრძელებ ბრძოლას გადარჩენისთვისო. შენ არ გეჩხუბები, ეგ გაიგებს გამგები იქნება. კარგი. ახლა რა საქმეა? ახლა ვსწავლობ. სწავლობ აქ თუ საზღვარგარეთ? საზღვარგარეთ. საზღვარგარეთ. ხო და მართლა სწავლობ თუ ეხმარები იქ რომელიმე პოლიტიკურ ძალას არჩევნებში გამარჯვებაში თუ როგორ? მართლა. დიდი სიამოვნებით მივეხმარები სხვა პოლიტიკურ პარტიებსაც გამარჯვება. ეხლა რა მინდა იცი რომ გთხოვო? ითი სიმღერა რომ იმღერო. იმიტომ რომ მე დაწერენ და წამოვა ნეგატივის წალკოტი და მთელი ამბები რომ ეს აი არ ამღერეს და მე ზურა უპასუხებს ნეგატივის წალკოტს და ნუ ხო ზურა უპასუხებს მაგრამ მაინც არ გინდა და ამიტომ დიდი სიამოვნებით. დიდი სიამოვნებით. ისე როგორ წავალ თქვენი გადაცემიდან, ჩემი პიარით ხართ დაკავებული და ეხა ერთის ერთხოვნას მე შეგისრულე. ძალიან კარგი.